პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ, რომ ცილისწამება არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ეს არის გნებავთ მორალური, ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სხვის მიმართ, თუნდაც ცილისწამებლის მიმართ აგრესიაში, ან აგრესიაში საკუთარი თავის მიმართ მის უკიდურეს გამოხატულებამდე, თუნდაც თვითმკვლელობამდეც. კი, ამიტომ ცილისწამების დაკავშირება, ჩემი აზრით, აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან ეს არის ძალიან რბილად მოვთქვა ფუნდამენტალური შეცდომა. ცილისწამება არის ფაქტის დამახინჯება, ანუ ტყუილი. აზრის გამოთქმა კი არის ფაქტის შესახებ, ფაქტის ინტერპრეტაცია, ფაქტის, რომელიც არსებობს. მაგალითად, ეს ჩემი პიჯაკი არის ნაცრისფერი. მე რომ ეხა ეს ფაქტია, არა, მე რომ ეხა თქვენ გითხრათ, რომ ეს პიჯაკი არის რაღაცა ხასხასა მწვანე ან ყვითელი, ეს იქნება ტყუილი, მაგრამ მე რომ გითხრათ, რომ ეს პიჯაკი არის მუქი ნაცრისფერი ან ღია ნაცრისფერი, ეს იქნება უკვე ჩემი ინტერპრეტაცია, ჩემი აზრი აი ამ პიჯაკის ფერის შესახებ. ჩვენ ისე შევეჩვიეთ პირადი აზრისა და ფაქტის ერთმანეთში არევას, რომ უკვე გვიჭირს ტყუილისა და მართალის ერთმანეთისგან გარჩევა. მეტიც ხანდახან არც კი ვცდილობთ, რომ ისინი გავარჩიოთ ერთმანეთისგან, აი ეს ზღვარი წავშალეთ და ფაქტს და მის ათასგვარი ტყუილსა და მის ათასგვარი ინტერპრეტაციას უკვე ვასაღებთ როგორც ფაქტს. ამას დავარქვით აზრის გამოხატვა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, ის მივაკუთვნეთ ასევე ჩვენს მიერ ინტერპრეტირებულ ევროპულ ფასეულობებს და ესე კარგად საიმედოდ შევინახეთ აი ამ ფასეულობათა ინტერპრეტირებულ ევროპულ ფასეულობათა დიდ რაღაც ძიმეს კირვში, ტროიანში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ესეთი პერიოდი თითქმის 100 წლის განმავლობაში რეპრესიების, რომელიც ძირითადად როგორც წესი რეპრესიები ეფუძნება ცილისწამებას, სახელმწიფოებრივ რანგში აყვანილ ცილისწამებებს. მიუხედავად ამისა, ესეთი სამწუხარო და ესეთი ტრაგიკული უზარმაზარი გამოცდილებისა, რატოღაც გადავწყვეტეთ 2004 წელს, რომ მოგვეხდინა ცილისწამების დეკრიმინალიზაცია და შევედით ახალ ერაში, როდესაც რაღაცა ეს დაუჟელი ცილისწამებების რეპრესიების ეპოქაში ვცხოვრობთ დღეს და თითქოს არც გვაწუხებს ეს ამბავი პირიქით. ამას ჩვენ ვთვლით იმ ფასეულობად, რომელიც არის ქართული დემოკრატიის მონაპოვარი, რაც მე მიმაჩნია აბსოლუტურ აბსურდად. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს რაღაც ეს დიდი საერთო ეროვნული დისკუსია, მსჯელობა იმის შესახებ, რომ ეს რაღაცნაირად შეიცვალოს, ადამიანები რაღაცნაირად დაცული იყვნენ აი ამ აგრესიისგან, აი ამ ძალადობისგან, რადგან ჩვენ ამ წუთში დარჩენილი ვართ რაღაცა ერთმანეთის ჯენტლმენობის იმედად. პრინციპში დამწყები ჯენტლმენის არ იკადრებს წესით, ხა თუ ავიღებთ ზოგადად ადამიანურ ღირებულებებს, ცილისწამებას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენს რეალობას, რომელშიც ცხოვრობთ, მე მგონი ქართული რაღაც ზოგადად მედიის დიდი ნაწილის პოლიტიკოსების და მათი მხურვალი მხარდაჭერების ჯენტლმენობის იმედად ყოფნა რაღაცა აბსოლუტურად არაადეკვატური ოპტიმიზმი უნდა იყოს. მე ყოველ შემთხვევაში ასე მეჩვენება. ბრუნდებით ეთერში, ჩვენი სტუმარია პაატა ქურდაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია წარმოების ბლოგის დირექტორი. პაატა, საღამომშვიდობის, დიდი მადლობა, პუბლიცისტი, მწერალი. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ ამ საღამოს და საუბრობთ ასეთ მეტად საინტერესო საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა, თუმცა ჯერ საკანონმდებლო ინიციატივის სახე ამას ყველაფერს არ აქვს და მიიღებს თუ არა ესე ჯერ უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ თქვი შენს ვიდეოში, რომ სიტყვის თავისუფლებისა და ცილისწამების ერთმანეთთან დაკავშირება უხერხულია და არასწორია. რბილად, რომ ვთქვათ, არასწორია. მე ვიცი, რომ უფრო მწვავედად შეიძლება ამის შეფასება. ამ ორი მოვლენის და მით უმეტეს აი ამ ბოლო დროს გაჟღერებული ინიციატივის სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირება მოხდა ჩვენ საზოგადოებაში. რატო არასწორი?
რაღაც პრინციპში გარკვეულწილად ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი რაღაცის სწორედ ავამტკიცოთ ლოგიკურად. აი მე მაგალითად შემიძლია ძალიან საინტერესოდ აგიხსნათ, რომ ჩვენს შემთხვევაში შეიძლება დაკავშირება და ეს რატომ, იმიტომ რომ როდესაც ვლაპარაკობთ fake news-ზე, ხო? აი fake news-ი არის დასავლეთში ცოტა სხვა და ჩვენთან ცოტა სხვა და რატო გეტყვით? შეფასების კრიტერიუმებია სხვადასხვა, როდესაც ნახოთ პოლიტიკურ კონტექსტში ვსაუბრობთ ამ წუთში, ხო? როდესაც პოლიტიკურ კონტექსტში ადამიანს განიხილავენ იქ, ხო, რომელიმე პოლიტიკურ მოღვაწეს, იქ განიხილავენ მის საქმიანობას, მის რა ვიცი, პროფესიონალიზმს, მის პოლიტიკურ შეხედულებებს. ჩვენთან ფაქტიურად პირდაპირ ჩვენ გადავდივართ მის პირად ცხოვრებაზე და იწყება ეს კარგი კაცია თუ ცუდი კაცია. მე გულწრფელად გეტყვი, არასდროს არ გამიგია ემანუელ მაკრონი კარგი კაცია თუ ცუდი კაცია რა, იმიტომ რომ ეს არ არის კრიტერიუმი კარგი, კეთილი, მსუნაგი რაღაცა ბევრს ჭამს, ბევრს სვავს თუ რაღაც შეფასებისა პოლიტიკოსის. ამიტომ ჩვენთან რამდენადაც პრინციპში ეს ნიუსი, მათ შორის ფეიკი, ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას და როგორც წესი ეს ხშირად არის ტყუილი, თორე ხა ეგ დავრწმუნდით ხო, ახლა რამდენიმე თვე გავატარეთ აბსოლუტურ წინასაარჩევნო ჯოჯოხეთში, სადაც ამბობდნენ ყველაფერს, რაც უნდათ. როგორც კი არჩევნები დამთავრდა, ღალატის ყველაფერი გაქრა აბსოლუტურად და არავის აღარ აინტერესებს აი ესეთი ეგზისტენციალური ბრალდებები, რომელიც არსებობდა 4 თვის მანძილზე, რომ ნუ ვიღუპებით ფაქტიურად და ნუ დღეს ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, თუ ეს მართლა ასე იყო, ჩვენ ხო ახლა უფრო მეტად დარაზმოლები უნდა ვიყოთ არა და ვიდგეთ ამ პრეზიდენტის სასახლესა და მოვითხოვეთ, რომ რაღაცა გადაგვარჩინეთ. ამით აი ამას ვამბობ რა ზუსტად ისეთ რომ გამოხატვის თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ რა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება იყოს ის, რაც მიმართულია ადამიანის პიროვნების მიმართ. იცით ახლა ცილისწამება რა, აი რაში შეიძლება ადამიანს ცილი დასწამო, რომ თქვენ დავუშვათ ხართ მემარცხენე, ცენტრისტი და მე ვთქვა, რომ თქვენ ულტრამემარცხენე ხართ. ეს ჩემი მოსაზრებაა, ეს არ არის რაღაცა ფაქტის დამახინჯება. აი სხვა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი ქართულ კონტექსტში ხშირად იყენებენ, აი ეს პარტია, რაღაც A პარტია არის დანაშაულებრივი პარტია. ხო, შეიძლება თუ არა ეს რაღაც ჩაითვალოს ცილისწამებად, იმიტომ რომ მაშინ მე ისე პოლიტიკოსი არის კორუმპირებული. მე რაღაც ეს განსაკუთრებული ექსპერტი იყო, მე მხოლოდ ჩემი მოსაზრება. თქვენ ლოგიკას რო რა თქმა უნდა, თავმოყარე ადამიანი და ღირსეული ადამიანი ამას არ იტყვის, თუ მას არ გააჩნია რაღაცა გარკვეული ფაქტები. დამნაშავე თვითონ სიტყვა არის ზოგადი ნათქვამი. მაშინ უნდა თქვა რაშია დამნაშავე. რა დააშავა და ამას უნდა მოაყოლო არგუმენტები და დაამტკიცო და თუ არა და იტყუები და როცა იტყუები ეს იმიტომ რომ აი fake news-ის დეფინიცია რა არის სინამდვილეში. ძალიან მარტივად რო ვთქვა, ხო? fake news-ი არის ტყუილის გასაღება სიმართლედ და ამით ამომრჩეველს манипуლირება, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნის შედეგებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცუდი რამ არის. ეს არის ზუსტად იგივე, როგორც ხმების გაყალბება, ის რაღაც კარუსელებს და რაღაცებს რო ეძახიან, იცი და ჩვენ ძალიან მარტივად უყურებთ ამას და რაღაცა აქედან გადავდივართ გამოხატვის თავისუფლებით манипуლირებაში. რო უკვე ამ გამოხატვის თავისუფლებას როგორც ტერმინს უკვე ვიყენებთ ისე როგორც ჩვენ გსურს, იცით, ჩვენ ყოველთვის რაღაცა გვაქვს მიდრეკილება ქართველებს, რომ სიტყვებს ვანიჭებთ რაღაც ცოტა ისეთ მნიშვნელობებს, როგორც ჩვენ გვინდა და მე მგონია, რომ ეს ძალიან ღრმა შეცდომაა საერთოდ ვთვლი, რომ რა თქმა უნდა ამ თემაზე ლაპარაკი მე არ ვამბობ, რომ ხვალვე უნდა მიიღო რაღაც კანონი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არავინ მათ შორის მე არ ვიცი ზუსტად როგორი კანონი უნდა მივიღოთ იმის გათვალისწინებით, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხო არ არის აი სხვა გამოსავალიც აი ამ პრობლემის დასაძლევად, ანუ თან ხვდებით, რომ ეს მართლა სერიოზული პრობლემაა, მაგრამ არსებობს სხვა გამოსავალიც, შეიძლება ასე ითქვას, ანუ ეს არის პოლიტიკური კულტურის საკითხი, ხო? ანუ ამას იყენებენ მეტწილად პოლიტიკოსები, ხო? რომელიც ჩვენ სამწუხაროდ ძალიან დიდი არ გვაქვს. ხო, ეს დამტკიცდა. ნუ გავაკეთებთ, თქვათ, ევროპის იდეალიზაციას, მაგრამ ანუ ამ ჩემს იმას, ასე თქვათ, აშს ვაკავშირებ. მაგრამ ევროპაში მაგალითად თუნდაც აი დიდ ბრიტანეთში ავიღოთ, რომელსაც საკმაოდ აქტიურად ვაკვირდები, აი ესეთ რამეს fake news არ აკადრებს პოლიტიკოსი საკუთარ თავს. მით უმეტეს შეურაცხყოფას. მაგალითად ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო, აი ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა ლეიბორისტმა
პარლამენტარმა პრემიერ-მინისტრს უწოდა Dodgy Dave, ანუ თაღლითი Dave. და ამის შემდეგ მას მოუწია პარლამენტის მდგომარეთა დარბაზის დატოვება, ხო? როგორ ფიქრობთ, ანუ თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ანუ არის კი შესაძლებელი, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას პოლიტიკური კულტურის მეშვეობით? საერთოდ პოლიტიკური კულტურა განყენებული არ არსებობს. ეს არის დიდი ზოგადი კულტურის ნაწილია, რომელიც მე ვთვლი, რომ ცოტა განსხვავებულია დიდ ბრიტანეთსა და ჩვენ შორის ამას საწყენად არ ვამბობ, იმიტომ რომ ეს მეც თუმცა იქ წესები მოქმედებს საპარლამენტო წესები. ყველა შეეხება, მე არ ვიცი, მე მგონია ბლოგში ვთქვი თუ წეგო ლაპარაკობდით, მარტო ჯენტლმენობის იმედზე ყოფნა არ შეიძლება, რომ აი ეს ვიღაცა მე რაღაცას არ მეტრო პრაქტიკა მაჩვენებს, რომ მე მათ ჯენტლმენობას ვერ ვენდობი. აი ჩვენ კონტექსტში, ჩვენს კონტექსტში გამიგეთ, თორე ისე რა თქმა უნდა თქვენ რასაც ბრიტანეთზე ლაპარაკობთ, ნახევარმა ევროპა მეორე ნახევარი დუელში იმიტომ მოკლა რომ მათ ყო არა უწოდა ვიღაცამ ვიღაცას და ეს ასე იყო ეხლა ამასინათ მეც უყურებდი ნუ ამ შემთხვევაში ფრანგულ პარლამენტს ვიღაცამ რაღაცაში ეჭვ შეიტანა და მისი აღშფოთებულა ესეთი იკივლა სენატში რომ თქვენ მე ტყუილს მაბრალებთ თუ ტყუილის თქმას მაბრალებთ მათ ყო არა კიდევ უფრო აღმატებული მათ ყო არა ნიშნავს რომ სული ტყუები მთელი ცხოვრება არა და ნუ ეს რა თქმა უნდა სხვადასხვა და ჩვენ სამწუხაროდ ჩვენთან ესე იყო ხო იქ რაღაცა უაშს იძლეოდნენ სიტყვის მე ალბათ ყველა ტელემაყურებელი დამეთანხმება უბრალოდ რომ აი სიტყვა ფასი დაკარგა სიტყვა მატყუარაზე ჩვენ აღარ უბრაზდებით ან ნაკლებად უბრაზდებით ეს არ არის იმ სიტყვებს შორის რომელსაც ქართველი ადამიანი დღეს დიდ შეურაცხყოფად იღებს ეს ძალიან ცუდია ჩემი ბატონო ბატა ეგეთი თქვა დილემა მე ხო თქვენ ბლოგს უსმენთ ერთგვარი დილემა ამომიტივდა ცნობიერებაში რომ წესები ქმნის თქვა კულტურას თუ კულტურამ შეიძლება შექმნას წესები ხო მე მივეკუთვნები იმ კატეგორიას ადამიანების რომლებიც ფიქრობს რომ გარკვეული წესების გარეშე გარკვეული კულტურა შეიძლება ვერ შეიქმნას იმ შემთხვევაში როცა ჩვენ ამ კულტურის არსებობას განვიცდით ნაკლებობას განვიცდით ხო ამ კულტურის არსებობის ხო იმ შემთხვევაში იგივე მაგათაც ჩვენ თუ რაც თქვენ ახსენეთ საპრეზიდენტო არჩევნებს თუ გავიხსენოთ ეს იყო სულ ისტერიკა და აღმოჩნდა რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ ამ ჯგუფებმა რომლებიც ამ ისტერიკულ პროპაგანდაში იყვნენ ჩართულები სრულად დაივიწყეს თავიანთი ასე ვთქვათ სიტყვები და არ იღებენ ისინი პასუხისმგებლობას ხო დღეს უკვე სხვანაირად საუბრობენ ხო თუმცა არსებობს გარკვეული დილემა ხო ერთგვარად არის პასუხისმგებლობის საკითხი და არის ასევე თავის გამოხატვის თავისუფლების საკითხიც ხო მე მაგალითად დაგეთანხმებით აბსოლუტურად იმაში რომ აი თავის დროზე ამ ცილისწამების სრულმა დეკრიმინალიზაციამ ერთგვარად გარკვეული ტიპის უპასუხისმგებლობის კულტურა შექმნა საზოგადოებაში ხო როდესაც თავისუფლება გაგებული იქნა როგორც ასე ვთქვათ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე და ვეთანხმები სრულად აზრს რომ ცილისწამება რომელიც ასევე იმ ისტორიულ პროპაგანდულ ასე ვთქვათ საინფორმაციო პოლიტიკურ ომში რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ზოგადად რეგიონი იმყოფება აი ყალბი ინფორმაციის გავრცელების კუთხით და ასევე ევროპაც ამ მიმართულებით გამოწვევის წინაშეა ქმნის ერთგვარად რყმის დემოკრატიას და დემოკრატიულ პროცესებს ხო? როდესაც პასუხისმგებლობას არ აწესებს გარკვეული წესები თუმცა და ვეთანხმები მე გარკვეული იდეას რომ გარკვეული წესები შემოსაღებია თუმცა ჯერ ჩემი ეს მაინც ნაადრევი ამ სწრაფად მუშაობა ამ წესებზე თუმცა ის დისკუსია რომელიც თქვა შეიძლება დაიწყოს ამ ინიციატივის შემდეგ ხო აი ჩვენ ახლა საუბრობთ თვითონ გამოდგეს სასარგებლო ჩვენ ვიღაცები არ დაგვეთანხმებიან ხო გარკვეულწილად ბევრი არის ადამიანი რომელიც ჩვენს ამ შემთხვევაში ჩვენგან საწინააღმდეგო მოსაზრებაზეა ხო თუმცა ჩვენსა და მათ შორის ოპონირება დისკუსია გარკვეული ტიპის კულტურას ქმნის უკვე ეს პროცესი ამან უნდა მიგვიყვანოს გარკვეული ტიპის წესებზე შეთანხმებაზე ხო თუმცა რა შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ამ დილემიდან გამოსავალი თქვა წესები გამკაცრება გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობების დაწესება თუ თქვა ჩვენ შეგვიძლია ამ უპასუხისმგებლობის კულტურიდან გამოვიდეთ და თქვა თვითორგანიზებით ვიყოთ ჯელწმენობაზე დამოკიდებული ვიღაცისას კეთილ ინიციატივაზე დამოკიდებული და გარკვეულ კულტურამდე მივიდეთ ხო ამ შემთხვევაში ჯერ პოლიტიკური კულტურობის პერიოდში ვართ იმიტომ რომ ჩვენ რაც ვნახეთ წინა თვეების განმავლობაში იყო საშინელება კიდევ გავიმეორებ ის რაც პოლიტიკური კულტურის რანგში ადის ის ადის ზოგადი კულტურიდან ეს პირველ რიგში კულტურა ეს საერთოდ ზოგადად ვთვლი რომ ქვეყანაში კულტურა არის ისეთივე სტრატეგიული მნიშვნელობის დარგი როგორც თავდაცვა როგორც ეკონომიკა და როგორც ყველაფერი დანარჩენი ეს ცალკე არ კეთდება ეს თუ სინქრონიზაციაში არ არის მარტო წესის მოგონება არაფერს არ ნიშნავს
მარტო პრინციპის ქონა, შენ თუ იმ პრინციპს არ იცავ და პლუს კიდე შენ თუ თავიდანვე სწორი პრინციპი არ აქვს, შეიძლება არასწორი პრინციპი გქონდეს და იმის ერთგული ხომე თანხმებით, არა? ეს არაფერს არ ნიშნავს, ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ეს რაც გვახასიათებს სამწუხაროდ კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რაღაცაზე, უნდა ვისწავლოთ ცოტა მრავალმხრივი აზროვნება ერთდროულად, რამდენიმე რამის განვითარება. მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე, კულტურა არ არის რაღაცა დეკოფეინებული ყავა, რომელსაც სადილის და დესერტის მერე მოგიტანენ და ანდალევ და ან არა, რაღაცა დანამატი, რომელსაც როდესაც ქვეყანას ააშენებ, ეკონომიკას გაამაგრებ და მხოლოდ მერე გაგახსენდება. კულტურა თუ სინქრონულად არ ვითარდება ეკონომიკასთან და ყველაფერთან სახელმწიფოსთან ერთად, იმ სახელმწიფოს მომავლის მე პირადად ნაკლებად ვიჯერ, როდესაც მომავალს ვლაპარაკობ, არ ვლაპარაკობ მის ფიზიკურ განადგურებაზე, მე უბრალოდ ვლაპარაკობ ისეთ სახელმწიფოზე, როგორც ჩვენ ყველას გვინდა რომ იყოს პირველ რიგში, იდეაში რაც გვინდა, კულტურული სახელმწიფო გვინდა ვიყოთ, ხო? ეკონომიურად კულტურული თუ გნებავ თავდაცვის უნარიანობა და ყველანაირად კულტურული. ამიტომ მე მგონია რომ ეხლა ეს აბსოლუტურად არ არის ჩემი ისეთი ნათქვამი რაღაცა სადღეგრძელოსავით, უბრალოდ მე მგონია რომ პოლიტიკის რანგში უნდა ავიდეს ყველა აი ელიტებს რომ ეძახიან, ხო, კარგი გაგებით ვამბობ ამას, ეს იქნება ინტელექტუალური თუ პოლიტიკური თუ ნებისმიერი ელიტები, ეს ამაზე რაც შეიძლება მეტი უნდა იფიქრონ, იმიტომ რომ მე მგონია რომ მათ აქვთ პასუხისგებლობა პირველ ეს ჩაწოდებას ყოველთვის ელიტები აკეთებენ და ადამიანები მას უბრუნებენ. აი ამ ჩაწოდებულს და ჩვენ აი ამ გამუდმებით აი ზედმეტად ძლიერად დარწმულ ბოდეში გამოთქმაზე ტოპკებს უტყავთ და ვიღებთ მერე შუბლში. მოკლედ ცხადია ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ცილის წამების შესახებ კანონი ქვია თუ ამ რეგულაცია, მოდი ასე დავარქოთ, ახლა ამ წუთას ჯერ არაფერი არ არის ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს, მაგრამ ერთია რომ არსებობს იდეა, რომ რაღაცით უნდა ხდებოდეს ამის მოწესრიგება და გარკვეული ჩარჩოების დაწესება, იმიტომ რომ პირველი რაც წეღან თქვი, მათე რაც აუცილებელი ხაზგასასმელია, რაც ჩვენ ალბათ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თავისუფლება სიტყვა თავის თავში გულისხმობს პასუხისგებლობასაც, თუნდაც ის სიტყვის თავისუფლება, რომელზეც ჩვენ საუბრობ. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ სიტყვას აქვს თავისი ძალა და ამ სიტყვას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. და პასუხისგებლობის გარეშე ფასი იკარგება. ცხადია და ეს ძალა პასუხისგებლობის გარეშე არის არაკეთილსინდისიერი, არასწორი მიმართულებით მიმართული და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ძალიან ბევრი სამსჯელო ფიქრობ და მგონია რომ მათ შორის იქაც აშავებენ ხოლმე ზოგიერთები, როდესაც მსგავსი ტიპის საკითხებს ცდილობენ წარმოსახშივე ჩაკლან და თქვან რომ ეს აი ამითი დაინგრევა ქვეყანა, ამით დაინგრევა ჩვენი ახსენებენ. შეიძლება ორი სიტყვა ჩავამატო, ეს ცენზურა მოაქვთ, ალბათ ეს ამთან სულ არ შევეხოთ, არ გვაპატიებენ. როგორც შეიძლება საშიშროება რო ეს ცენზურაში საერთოდ ნებისმიერი კანონი რაც ადამიანს ოდითგანვე მოუგონია რაღაცას კრძალავს, ხო? ცხადია. გარკვეულ თავისუფლებას თუ აბსოლუტურად ნებისმიერი კანონი შეიძლება იყოს გამოყენებული манипуляციისთვის. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ვთქვათ, რომ ნუ მაშინ მოგხსნათ საერთოდ სასჯელი მკვლელობისათვის და ვენდოთ ერთმანეთს და ყველა ვიცი რომ მკვლელობა არ შეიძლება ცუდი არა კაცკლა არა იქურდო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არა ეს უბრალოდ არის ნდობის საკითხი ერთმანეთის ჩვენი მომავალი თაობის იმიტომ კანონებს ხოლმე ჩვენთვის არ ვიღებთ ჩვენ თუ ამაზე ლაპარაკი აი წუთში არ დავიწყეთ ეს კანონი არასდროს არ იქნება და ნუ იქნებით აი შესაბამისად აქ ჩდება და რჩება მე ისე თქვა მინდოდა რომ ბევრი საკითხი რჩება რომელიც განსახილველია იმიტომ რომ არსებობს მათ შორის ესეთი თემა რომ ერთია რომ საჯარო ადამიანები საჯარო პირები როდესაც იყენებენ ერთმანეთის წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ბრალდებებს და ასე შემდეგ მაგრამ ამავდროულად რჩება ჩვეულებრივი მოქალაქეების გაბრაზებული მოქალაქის მიერ გამოხატული ფორმა ან რაღაც ასე შემდეგ ნათქვამი რომელიც ყველაფერი გათვალისწინებას საჭიროებს და ეს არ არის აპრიორი გადაწყვეტილი როგორ შეიძლება ამის მოგვარება მე მინდა რომ ჩვენი გადაცემა ის ბოლოს ფრაზა შემოვიტანო კვირის ფრაზა და ამ კვირაში ჩვენ შევარჩიეთ მოსამართლე მურუსიძის მიერ გამოთქმული ფრაზა ჩვენ მას შემოგთავაზებთ და შემდეგ მოკლედ მიმოვიხილავთ მასაც გულწეხელს დავიდე და გეტყვირო სანდრო გირგვლიანის ყველობაში ბრალი ვისაც ედებოდა ციხეში ჩავში მე პატა მე
მე განგებთხოვე პატა ჩვენთან ერთად დარჩენა, რომ იქნებ მოვახერხოთ და ყველამ ჩვენი მიმოვიხილოთ ეს ფრაზა და ამ მნიშვნელოვანი ფრაზაა, როდესაც მოსაც ადამიანი ამბობს, რომ სანდრო გირგულიანის კვლელები ციხეში ჩავსვი მე. რეალურად ფორმალურად ეს სწორი ფრაზაა. მეტიც fake news-ი არის. ხო, fake news-ი არ არის. მართალი ფრაზაა ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ნამდვილად მან გამოიტანა განაჩენი. თუმცა ყველაფერი ხო იმის შემდეგ იწყება, ფორმალობის მერე იწყება, ხო? ფორმალობას რა ახლავს, რა мотиваცია ახლავს თან და როგორ ხდება ამის გადაწყვეტა, ხო? ამ შემთხვევაში წეღანაც თქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ვესაუბრებოდით, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კანონი იყო გადაწყვეტილებაზე მორგებული. და ეს იყო მთელი აი ამ კვინტესენცია, აი ამ მთელი აი ამ საკითხის, აი ამ მოვლენის და შესაბამისად აი ეს ძალიან რთულია. კარგი შედარება მოიყვანა წეღან და მინდა რომ ეს შედარება გაიმეორო ახლა. ნუ ეს მოგეხსენებათ 30-იან წლებში მსხვერპლ ჭალათები მსხვერპლებად რომ იქცნენ, ხო, რაღაცა მეორე ტალღა რომ მოხდა, ეგ ნუ დაახლოებით ისეთია, რომ რა ვიცი, აი ვიღაცას ეთქვა ეჟოვისთვის, რომ აი ამ ეჟოვის მსხვერპლისთვის, რომ აი შენ ვინც შენიანე ვინც დახვრიტა, მე ის დავხვრიტე. დაახლოებით მე ახლა გამახსენდა პრინციპში მარტინ ლუთერ კინგის წერილი, რომელიც მან მოიწერა ციხიდან. და იქ ერთ-ერთი მთავარი კონცეფტი, რაზეც ის ამახვილებს ყურადღებას, ეს არის უსამართლო კანონი. და ის ამბობს ესეთ რამეს, რომ მე დავარღვი ეს უსამართლო კანონი და დღეს ვცივარ ციხეში იმისთვის, რომ შევცვალო ეს კანონი. ჩვენ ოდესაც ისეთ პოზიციაზე, როგორც არის მოსამართლე, ხო, რომელიც არის ასე ვთქვათ, საკმაოდ, არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, ხო, საზოგადოებაში. ვარჩევთ ისეთ ადამიანს, რომელმაც აი ესეთი მორალური წნეხის დროს ვერ გაუძლო ამ წნეხს, ამ შემთხვევაში ანუ ჩვენ ამ ადგილს ვუთითებთ იმ ადამიანს, ანუ ვნიშნავთ ფაქტიურად იმ ადამიანს, რომელიც ვერ უძლებს ამგვარ მორალურ წნეხს და რომელმაც შესაძლოა არსებობს რისკი, რომ მომავალშიც ვერ გაუძლოს ამგვარ მორალურ წნეხს და ალბათ მოსამართლეობა ჩვენ უნდა ვისურვოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც უძლებენ ამგვარ იმას, რომელიც ყველა ადამიანს არ მოეთხოვება, ყველა ადამიანს არ მოეთხოვება ამგვარი გმირობა, მაგრამ ასეთ პოზიციებზე ალბათ უნდა ინიშნებოდეს ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს იმის გამბედაობა, რომ თუ კანონი არის უსამართლო, ჩაჯდეს ციხეში ამ კანონის შესაცვლელად. ხო, ანუ თან თავარი ამბავი რა არის, რომ აი ზოგადად კანონი კი არ არის, აი იმ კონკრეტულ მოცემულობაში ის კონკრეტული კანონი ზოგადად სისტემურად კი არ იყო დიდი ხნის განმავლობაში უსამართლო და ის ასეთი იყო. თავარი ამოსავალი ამ საკითხი ამ ყველაფერში იყო ის, რომ ეს კანონი კონკრეტულად ამ მოვლენისთვის შეიცვალა და ის ისეთად დაიწერა, რომ შემდეგ გადაწყვეტილება ყოფილიყო იმის შესაბამისი. მთელი აი მართლა არ ვიცი ეს რაღაცა ცინიზმის ალბათ მაღალი ილუსტრაციაა და აი ამ ესე ვთქვათ სამწუხარო ნოტაზე უნდა დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით, ჩვენ დავბრუნდებით ეთერში მომავალ სამშაბათს 22 საათზე.